სამყაროს შექმნის მიზეზი და მიზანი. ღმერთი აბსოლუტური სრულყოფილებაა. ამიტომაც ქმნილ სამყაროს რაიმეს მიმატება არ შეუძლია მისი ზეღოფიერებისათვის. ვინც ნეტარია, არაფრის საჭიროებას არ განიცდის, ყველაფერს თავად აძლევს, ცხოვრებასა და სულსა, ყოვლით კერძო. არავის ძალუც მიაგოს მას თუნდაც რამდენადმე შესაბამისი იმისა, რასაც ის თავის ქმნილებებს ანიჭებს, რამე თუ მისგან და მის მიერ და მისსა მიმართ არს ყოველი. ღმერთი არ საჭიროებს სამყაროს, როგორც ობიექტს, რომელზედაც დასჭირდებოდა საკუთარი სიყვარულის გადმოღრა. სამყაროს შექმნამდე ღმერთი არ განიცდიდა ურთიერთობის უკმარობას. იგი ყოველთვის იყო სამება, რომელშიც სამი ჰიპოსტასი უწყვეტ ურთიერთობაში, სიყვარულსა და ერთურთის ჭვრეტაშია. სამყარო შეიძლება არც არსებულიყო, თუმცა ღვთაებრივი ცხოვრება ამით არ გაღარიბდებოდა. ჩვენ მართლაც არ შეგვიძლია სამყაროს შესაქმნის ჭეშმარიტი მიზეზი მივუთითოთ. ღმერთს წინ არა უძღოდა და არც არაფერი აიძულებდა მას სამყაროს შექმნას. თუმცა შესაქმნში ყველგან ღვთაებრივ სახიერებაზე დაკვირვებით, ტკბილარს უფალი ყოველთა მიმართ და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთან. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი სახიერება, ანუ სიყვარული, გახდა სამყაროს შესაქმნის მიზეზი. მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით, სახიერებას ახასიათებს გამრცობისა და სხვა არსებებისათვის სიკეთის მინიჭების უნარი. ის წერს, რადგან სახიერებისათვის საკმარისი არ იყო ოდენ საკუთარი თავის ჭვრეტა და საჭირო იყო მის სიკეთეს გადაღვრისას დინება გაეგრძელებინა, გამრავლებულიყო, რაც შეიძლება მეტისთვის გამხდარიყო სიკეთის მინიჭებელი, რამე თუ უმაღლეს სახიერებას ეს ახასიათებს, ღმერთი პირველ რიგში იგონებს ანგელოზებრივ და ზეციურ ძალებს, ხოლო შემდეგ სხვა ნივთიერ და ხილულ სამყაროს. წმინდა იოანე დამასკელი რამდენადმე აზუსტებს მღვდელმთავარ გრიგოლის აზრს, რადგან სახიერი და ყოვლად სახიერი ღმერთი ოდენ საკუთარი თავის ჭვრეტით კი არ დაკმაყოფილდა, არამედ საკუთარი სახიერების სიჭარბით სათნო იყო, მომხდარიყო რაღაც, მისი სიკეთით მოსარგებლე და მის სახიერებასთან წილნაყარი არა არსიდან არსში გადმოჰყავს და ქმნის როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ის აზრით იქმს და ეს აზრი მოქმედებისათვის სიტყვით აღძრული და სულით ქმნილი ქმედებაა ქცეული. ამრიგად წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთაებრივი სახიერება, ან უფრო ზუსტად სახიერების სიჭარბე, არის სამყაროს შესაქმნის მიზეზი. სამყაროს შექმნის მიზანზე წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა უფრო კონკრეტულად ლაპარაკობს. შესაქმნის მიზნად მითითებულია ღვთის დიდება და ქმნილების ნეტარება. სამყაროს შესაქმნის მიზანი იმაში როდი მდგომარეობდა, რომ ღმერთი განდიდებულიყო თავისი ქმნილებებით. ღმერთს დიდება უწინარეს სოფლის დაბადებისა ჰქონდა. ეს დიდებაა მისი მარადიული ბუნებრივი ენერგიები, მადლი, ანუ ნათელი. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი დროზდოვი წერს, ღმერთს უმაღლესი დიდება დასაბამიდან ჰქონდა. იგი ბრწყინავს არსებითი გარდაუვალი და უცვალებელი დიდებით. მამა ღმერთი წერილის მიხედვით დიდების მამაა, ძე ღვთისა დიდების ბრწყინვალებაა და თავად გააჩნია თავის მამასთან დიდება უწინარეს საუკუნეთა. ასეთივე სახით ღვთის სული არის დიდების სული. ასეთ საკუთარ შინაგან დიდებაში ცხოვრობს ღვთაებრივი ღმერთი ყველანაირ დიდებაზე მაღლა, ისე რომ ამაში არანაირ მოწმეებს არ საჭიროებს. მაგრამ რადგან თავისი უსაზღრო სახიერებითა
და სიყვარულით მას სურს ყავდეს თავისი დიდების მადლმოსილი თანაზიარნი, იგი ავლენს საკუთარ უსაზღრო სრულყოფილებას, რაც ვლინდება მის ქმნილებებში. მისი დიდება გაცხადებულია ზეციურ ძალთათვის, აირეკლება ადამიანში, იმოსება ქმნილი სამყაროს მშვენიერებაში. ეს დიდება მისგან მიენიჭება, მიიღება თანაზიართა მიერ, კვლავ უბრუნდება მას და ამ ასე ვთქვათ ღვთის დიდების წრებრუნვაშია სწორედ ნეტარი ცხოვრება და ქმნილების მადლისმიერი ყოფიერება. ამრიგად, ქმნილების წინაშე მდგარი ამოცანა მდგომარეობს განღმრთობაში, მთელი ქმნილების ზიარებაში, ღვთაებრივ დიდებასთან, ღვთაების ნეტარებასთან, ხოლო გზა ანუ საშუალება განღრთობისაკენ არის ღვთის განდიდება ღვთისმოსავი ცხოვრებით. ამასვე მოგვიწოდებს მოციქული. სასყიდლით წყიდული ხართ, ადიდეთ უკვე ღმერთი ხორცითა, მაგით თქვენითა, რომელი იგი არს ღვთისაი. გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ სმიდეთ, გინა თუ რასაც აიქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ. ამინ.